მოკლედ, მაყურებელი ალბათ დაახლოებით მიხვდებოდა დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, არსებობს პროდუქტები და პროდუქტების კომბინაცია, რომლებიც ერთი შეხედვით არის მართლაც უჩვეულო, მაგრამ რეალურად ძალიან უხდება ერთმანეთს და ძალიან უხდება ასევე ჩვენს ორგანიზმს და მაგალითად, წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ერთმანეთს უხდებოდეს საზამთრო და მარილი ან ბანანი და წითელი წიწაკა. ესეც არ დაგიგორმოვნები ერთად როგორც მივხვდი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასეთი უცნაური კომბინაცია ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებას ატარებს და ასევე დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ახლა ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე, რომელსაც მივესალმები შუადღემშვიდობისა ნინო. გამარჯობა ნინო. არაერთხელ ნინო იყო ამ წლის მანძილზე ჩვენი გადაცემის სტუმარი და აი ეს სეზონის ბოლო ეთერს ვაგვირგვინებთ თქვენთან ერთად. შეიძლება ითქვას. ბანანი და წიწაკის ერთობლიობით მოკლედ ესე გამოვიდა. იცით, ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვსაუბრობთ ხოლმე ინდივიდუალურად განვიხილავთ რომელიმე პროდუქტის ვთქვათ სასარგებლო თვისებებს, მაგრამ აი კომბინაციაზე არ გვისაუბრია, ხო და ზუსტად აი ეს კომბინაციები მინდა რომ განვიხილოთ და გავარკვიოთ, ხო, აი რა პროდუქტი რა პროდუქტთან ერთად შეიძლება რომ მივიღოთ და ყველაფერთან ერთად ის აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. მოდი ესე განვიხილოთ, ხო, მაგალითად აი საზამთრო და ზღვის მარილი ვახსენეთ და არის თუ არა რეკომენდებული რომ ეს ორი ერთად მივირთვათ თუ უმჯობესია რომ ვთქვათ დამოუკიდებლად გავაკეთოთ მათზე აქცენტი. კი ბატონო. ალბათ უპირველეს ყოვლისა მინდა აღნიშნო და დამეთანხმებით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცდილობს ჯანსაღად დაიკლოს, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, კარგი მეტაბოლიზმის სილამაზე და ამისთვის მუდმივად სულ რაღაც ხრიკებისა და სიახლეების ძიებაშია. და ზაფხულის დადგომასთან და მოახლოებასთან ერთად, აი ამ ხრიკების მოძიების სურვილი სულ უფრო და უფრო ალბათ იმატებს და ორმაგდება დამეთანხმებით. ასევე მინდა აღნიშნო, რომ შევთანხმდეთ თავიდანვე, რომ რაღაც იდეალური საკვები პროდუქტი, ან საკვები პროდუქტების ერთობლიობა, ან რამე პრეპარატი, ან რამე საშუალება კვებითი დანამატი არ არსებობს, რომელიც მივიღებთ და ერთიანად ყველანაირ პრობლემებს მოგვიბარებს. ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესი, მაგრამ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი სასარგებლო პროდუქტია და მოდით განვიხილოთ, შეიძლება თუ არა მათი ერთად, ესე ვთქვათ, შეთანხმება. მარილის და საზამთროს, ესე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში. აქტიურ ფაზაშია. ეშურებით ხოლმე ყველანი. ცალკე ორივე სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზამთრო მაგალითად ჩემთვის ზაფხული საზამთროს გარეშე წარმოუდგენელია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს, 90%-ზე მეტ წყალს შეიცავს. შეიცავს როგორც ცხიმში, ასევე წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორც არის ბეჭდგუფის ვიტამინი A, ვიტამინი C, ვიტამინი E, ვიტამინი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის, იმუნური სისტემისთვის, ახალგაზრდობისთვის, კანის კარგი ტურგორისთვის. ასევე არის მსუბუქი შარდენის საშუალება, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედებას. ხოლო რაც შეეხება მარილს, მარილის მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით, როგორც არის კალიუმის, ნატრიუმის მარილები, მაგალითად მაგნიუმსაც შეიცავს, მაგრამ შეიძლება თუ არა მათი ერთად გამოყენება. აი ეს რომ გადავხედოთ მსოფლიო ლიტერატურას, ძირითადად მათი ტანდემის ერთობლიობა განიხილება იმით, რომ თითქოს მარილი უფრო ამძაფრებს და მკვეთს ხდის საზამთროს სასიამოვნო გემოვნურ თვისებებს და უფრო გემრიელს ხდის საზამთროს. და მეორე შეიძლება მათი სასარგებლო ტანდები განვიხილოთ და სარგებელი იმით, რომ თუ მაგალითად ადამიანი იმყოფება ძალიან ისეთ ფიზიკურ აქტივობა აქვს, ან ცხელ რაღაც ამით უწევს დიდი ხანი გარეთ ყოფნას, ამით დროს ორთქლდება სითხე, მიკრო-მაკროელემენტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ოფთან ერთად და შესაძლებელია, რომ აი საზამთრომ სითხით შეავსოს ადამიანი და მარილებით შეავსოს დაუშვათ მარილობა. ელექტროლიტების ხომ, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ აი ამ კომბინაციის ზომიერად გამოყენება, რა თქმა უნდა, რაღაც ცუდს და სავალალო შედეგს არ მოუტანს ორგანიზმს, მაგრამ იმისთვის, რომ განვიხილოთ, რომ ეს ტანდემი შეავსებს ჩვენს ორგანიზმს მიკროელემენტებით და წონისკლებისთვის კარგია, ნამდვილად არა. მაინც როგორც მივხვდი, უმჯობესია, რომ ერთმანეთის დამოუკიდებლად მივიღოთ. იმიტომ რომ თუ შეგვიძლია გადავაჭარბოთ მაგალითად მარილი, შეიძლება რომ ამან სითხის შეკავება გამოიწვიოს ორგანიზმში, პირიქით მაგალითად საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აწუხებს გულსიზრახთა სისტემა, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის სხვადასხვა დაავადებები და მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო დაბალკალორიული პროდუქტია, მაინც არ დაგვაუწყდეს, რომ შეიცავს ბუნებრივ შაქრებსაც, ხო? და მისი დიდი რაოდენობით მირთმევად ასევე შეიძლება არასასურველი აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ესეც ვთქვათ, ზომიერების ფარგლებში არ შეუქმნის საფრთხეს, მაგრამ ნუ ახლა როდესაც რაღაცაზე უკვე გადაჭარბებულად ვსაუბრობთ, თავისთავად რომ აქ გარკვეული რისკები არსებობს და სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ.
ჩვენი მხრიდან. ისე ნესვსაც მსმენია ლიკუნა. ნესვის და მარილის ტანდემი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ნესვი აჯიკით, ნესვი სხვადასხვა ხორცპროდუქტებით იტალიაში კონკრეტულად პროშუტოთი მაგრამ მინდა აქვე გავამახვილო ყურადღება, როდესაც ადამიანს უჩნდება რაღაც უცნაური კომბინაციები მიირთვას ერთმანეთთან, ხო, აი საკვებს დროს, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რკინა დეფიციტური ანემია, რკინის დანაკლისიც ორგანიზმში და ესეც რომ გავითვალისწინოთ. ჭამდი საზამთროს, შოთის პურს და ყველს. აი, მეც ამ სამის კომბინაცია მიყვარდა ძალიან. ზომიერების ფარგლებში ბუნებრივია, ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ რომ განვიხილოთ იგივე, თუნდაც წყალი, ხო? უნებელი პროდუქტი, რომელიც 0 კალორია და უნივერსალური გამხსნელია ჩვენს ორგანიზმში, ვიტამინების, მიკროელემენტების დიდი რაოდენობის წყლის მიღებაც უკვე საფრთხეა ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ პირიქით შეიძლება დატვირთვა გამოიწვიოს თირკმელებზე და პირიქით შექმნას დეფიციტი მიკროელემენტების ორგანიზმში. ამიტომ რაც არ უნდა, ესე თქვა, კრუთხით შევხედოთ ამ საკითხს, ყველაფერი მიდის ზომიერებამდე. კარგი, წავიწიეთ წინ. წავიწიოთ. მოდი, განვიხილოთ ამ შემთხვევაში ბანანი და წითელი წიწაკა. წარმოვიდგინე. ეს ხაჩერს ბანანი და წითელი წიწაკა პირადად ჩემს თქვა პირის რეცეპტორებს ვერ ვიტყვი რომ მოსწონს და ჩემთვის შეიძლება სასიამოვნო აღმოჩნდეს აკლაშა გეთახმები. რა შეხამება საერთოდ ვერ ვიგებ, რა როგორ შეიძლება აზრად მომდის ადამიანს რომ ერთდროულად მიირთვოს ბანანი და წიწაკა. მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენო. გემოვნებაზე ნამდვილად. აი ზუსტადაც რომ დაობენ, მაგრამ მეც გეთახმები დაობენ. ზუსტადაც რომ დაობენ, აი ეგ არის ზუსტად. ყველაზე ხშირად სადავ საკითხი სწორედ ეს არის ხოლმე. აქ მეც დაგეთანხმებით, რომ ჩემს გემოვნურ თვისებებთან ძალიან შორს არის ეს წიწაკისა და ბანანის, ესე ვთქვათ, ტანდემი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ და რა შეიძლება ესე ვთქვათ, დადებით და უარყოფითი მხარე ჰქონდეს ამ ტანდემს. ბანანი პირველ რიგში მინდა განვთქვა, რომ ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს. კალიუმი მნიშვნელოვანია ჩვენი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, ჩვენს ორგანიზმში ბალანსი, სითხის ბალანსი რომ შენარჩუნდეს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარსა და ბოჭკოს, რაც ასევე ძალიან კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე. ხოლო რაც შეეხება შავ წითელ წიწაკას, უბრალოდ ის ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ბუნებრივ ნივთიერებებს, რომლებიც ძალიან დიდ კარგ და დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე. კერძოდ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ეს არის სისხლის წარღვების გამაფართოებელი ეფექტი, აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, ამიტომაც ძალიან ხშირად წიწაკის სპრეები გამოიყენებათ მის საწინააღმდეგო შესაძლო საშუალებებად მაგალითად. ასევე ასტიმულირებენ ჩვენს მეტაბოლიზმს, აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და ერთის მხრივ რატომაც არა, ხო, ორივე ძალიან სასარგებლო პროდუქტია და მათმა ტანდემამ რა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ხო ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ხშირია და მით უმეტეს საქართველოშიც დამეთანხმდებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მაგალითად როგორც არის გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლოვანი დაავადება, რაც შეიძლება გაამწვავოს და გაუარესოს წიწაკის ზედმეტმა მირთმევამ. და არა ბანანმა. თუმცა უნდა დაგვავიწყოთ, ბანანს ძალიან ხშირად, აი ჩემი პაციენტებიც, აი როდესაც დიეტოთერაპიაში ვურჩევ ხოლმე, აი ძალიან ურთხრიან კი, მაგრამ ეს ხომ კალორიულია, ეს ხომ წონაში მომამატებინებს. ზომიერად ხო მირთმეული ბანანი არანაირად უარყოფითად თქვენს კილოგრამებზე არ იმოქმედებს, პირიქით ის უფრო კარგი და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ზედმეტად მირთმეული ბანანმა შეიძლება გამოიწვიოს წონაში მომატება. რატომ? იმიტომ რომ ახსენე ის დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ შაქრებს და ბუნებრივია, თუნდაც ბუნებრივი იყოს, მაგრამ დიდი რაოდენობით მირთმეული შაქარი ის უარყოფითად აისახება ჩვენს კილოგრამებზე. შემდეგი კომბინაცია, ლაშა გაინტერესებს? ლიმონი, კიტრი, პიტნა წყალში. ეს ძალიან კარგი კომბინაცია. სამეული. ადამიანურს გავს. კი. მივირთვათ და მივიღოთ თუ არა ეს სამი პროდუქტი ერთად. ვურჩევ კიდევაც ადამიანებს რომ მიირთვონ. ეხლა რატომ? ლიმონი ესა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ეს C ვიტამინი ძალიან კარგია ჩვენი იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ჩვენი კარგი ჯანსაღი კანის ტურგორის შენარჩუნებისათვის. ასევე ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენმა ღვიძლმა და თირკმელებმა გამართულად იმუშაოს
იყოს, ხელს უწყობს ნახლის გამოყოფას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს საჭმლის ნორმალურ მონელების პროცესებს. მეორეს მხრივ პიტნა მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად ზადამეთანხმებით არბა ძალიან სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და უფრო სასიამოვნო ხდის წყლის მიღებას, რაც ჩემთვის მაგათაც ძალიან მისაღებია. ლიმონთან ერთადაც ძალიან კარგია კომბინაცია. კი ბატონო, აუმჯობესეს ნახლის გადადინება სანახვლე გზებში, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ საკვების მონელებას, არამედ მავლე ქოლესტერინის დონის შემცირებას ჩვენს ორგანიზმში. ასევე კიტრიც ძალიან კარგი სისხლისხეშეიცავს. კი ბატონო, შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც ზაფხულის დღეებში, ცხელ დღეებში დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი რაოდენობით შეიცავს მიკროელემენტებს, რაც ჭირდება ჩვენს ორგანიზმის ზამთარში, ზაფხულში უბრალოდ, ну ზამთარშიც, მაგრამ ზაფხულში რა თქმა უნდა უფრო მეტად. და ასევე აქვს მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ჩვენი კუჭნაწლავის სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომაც აი ეს ერთი მეორის დადებით თვისებებს არ ანეიტრალებს, ხო, ამ შემთხვევაში. არ ანეიტრალებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ სითხის მიღება და მე მივეკუთვნები, გამოგიტრებით ესეთი ადამიანი, აი ვერანაირად ვერ შევიყვარე და ყოველთვის ვცდილობ რაღაც ხრიკები მივიღო და წყალი გავაგემრიელო რაღაც პროდუქტებით, რომ უფრო ესე ვთქვათ სასიამოვნო მისაღები იყო და მე ამ ხრიკს მიმართავ და უფრო მიოლდება დღის განმავლობაში სითხით დათვთა ჩემი ორგანიზმის. სასიამოვნო გემოებით შემდეგ უფრო სურვილიც იმატებს შეიძლება ითქვას. ამიტომაც ეს ტანდემი უსაფრთხოა, ნამდვილად ჩვენი მეტაბოლიზმისთვის ძალიან კარგია და შეგვიძლია რომ თამამად ვურჩიოთ ადამიანებს. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა აუცილებლად რომ ვაშლზე და კონდარზე ვიკითხო, შემდეგ ორი პროდუქტის კომბინაციაზე და შემდეგ დაგემშვიდობებით. ვაშლი და კონდარი, აი ისმენ ალბათ ჩემი გემოვნურ თვისებებთანაც ძალიან შორს არის ეს კომბინაცია, მაგრამ შეიძლება განხილული იყოს მაგალითად რაღაც სალათის კომბინაციის, მაგალითად ვისაც უყვარს დაუშვათ სალათებში ხილის გამოყენება. ვაშლი ძალიან კარგი არის საჭმლის მონელებისთვის, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხოლო კონდარი შეიძლება არ იცოდეთ ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ ძალიან კარგი საშუალება, ვისაც მაგალითად ყაბზობა აწუხებს, იმიტომ რომ აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამცირებს მუცლის შებერილობას და ხელს უშლის გაზების დაგროვებას. ამიტომ თუ ვინმეს მოსწონს მცირე ზომიერად შეიძლება ეს კომბინაცია განხილული იყოს. ხსნადი ყავა გიყვარს? ძალიან. პრაქტიკულად ჩემი იცი რა ლიმონთან ერთად ნაკლებად, თუმცა თვითონ ყავა ჩემთვის ერთ-ერთი ანუ თავარი დასაყრდენია დღის განმავლობაში. და ძალიან ბევრი ადამიანი ხსნად ყავას მოიხმარს ხოლმე და იღებს სწორედ ლიმონთან ერთად. ეს რამდენად რეკომენდებულია? ხსნადი ყავა და ზოგადად ყავა ჩემი დღე ყავის გარეშედაც წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყავა ძალიან კარგი მატონიზირებელი საშუალებაა ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა და ყავის მირთვევის შემდგომ აუცილებლად უნდა მივიღოთ სითხე, იმიტომ რომ ყავასთან ერთად გამოიდევნება არა მხოლოდ სითხე, არამედ წყალში ხსნადი მიკროელემენტები. ეხლა თუ ლიმონი და ყავის კომბინაცია ვინმეს მოსწონს, მცირე რაოდენობით შესაძლებელია ის გამოყენებული იქნას, მაგრამ ვისაც აწუხებს კუჭნაწლავის სისტემის დაავადებები, აი გასტრიტი, ისევ რეფლუქს ესოფაგიტი, იქ ეს კომბინაცია დაუშვებელია და ამ კომბინაციის ხშირად გამოყენება შეიძლება პირიქით გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება იმ ადამიანებში, ვისაც კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები არ აქვს. აი მინდა რომ ეკრანს გახედო, აი ამ ჩამონათვალში პირადად ჩემთვის ვაშლის ძმარი და წყალი არის მართლაც ძალიან დამორჩეულად საყვარელი, ასე ვთქვათ, კომბინაცია, იმიტომ რომ ხშირად მაშინ, როდესაც ვთქვათ, კუჭნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს, ან ვთქვათ, მოწამლულად გება ხოლმე, სწორედ აი ამ ორის კომბინაციას მივმართავ ხოლმე ერთად. ძალიან კარგი კომბინაციაა და ვაშლის ძმარი შესაძლებელია გამოყენება თუ რა თქმა უნდა კუჭნაწლავის სისტემის დაავადება და რამე პრობლემა აქვს ადამიანს. მაგრამ ყოველდღიურ მოხმარებაში და დიდი რაოდენობით არის და ასევე ძალიან კარგი არის თუ იქნება გამოყენებული სალათებში, იმიტომ რომ ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ჩვენი ორგანიზმის გატუტიანებას, ანუ ტუტე გარემოში გადაყავს და შესაბამისად ჩვენი ნივთიერება და ცვლა უფრო უმჯობესდება, ამიტომ მეტაბოლიზმიც უკეთესია და შესაძლებელია ჩვენს კვების რაციონში რატომაც არა ჩავცოთ ვაშლის ძმარი. წყალობ ვაშლის ძმას. ძალიან დიდი მადლობა.